დღევანდელ ვიდეოში ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველაზე ტაბუ დადებულ თემაზე, რაც კი ისტორიაში არსებობს. როგორი იყო ადოლფ ჰიტლერის წინასწარმეტყველება ომის დასრულების შემდგომ და როგორი იქნებოდა ევროპული ქვეყნების ბედი მისი სიკვდილიდან დაახლოებით 20-30 ან უფრო 50-60 წელიწადში. მეგობრებო, ეს თემა იმდენად ტაბუ დადებულია, რომ ყოველთვის ამ ისტორიულ პერსონას აფასებენ მხოლოდ ერთი მხრივ და ზოგადად ჩემ არხზე მაქვს ისეთი ტენდენცია, რომ მე მიყვარს აბსოლუტურად 360 გრადუსით ადამიანის დანახვა და შესაბამისად ჩემს არხზე ყოველთვის თქვენ მოისმენთ იმ ინფორმაციას, რომელიც აკრძალულია მეინსტრიმ მედიაში, რომელიც აკრძალულია და ერიდებიან სხვადასხვა ვიდეო ბლოგერებიც. აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გველის, იმიტომ რომ ამაზე საერთოდ არავინ არ საუბრობს, თუ როგორი იყო თვითონ ჰიტლერის წინასწარმეტყველება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როგორი იქნებოდა მსოფლიოს დღის წესრიგი, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, ასევე შეგიძლიათ ჩემს ინსტაგრამზე გამოვიდეთ, სადაც ყოველდღიურად ძალიან საინტერესო პოსტებს დებ ხოლმე სტორების სახით, მაგას ვაკონკრეტებ. და ასევე ვისაც გსურთ, რომ არხის განვითარებაში წვლილი შეიტანოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია და რომლის ლინკები აღწერაში მითითებული. მოდი ახლა შევაფასოთ ერთად ფაქტებითა და არგუმენტებით. განაიზე ხაერდა ფაქტებითა და არგუმენტებით, როგორი იყო ჰიტლერის წინასწარმეტყველება და პროგნოზი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაზე. What did Hitler say about different nations during World War II? He said France was a weak, dying country where the French would soon become, quote-unquote, Africa's brothel. პირველი, ნახეთ, პირველი პროგნოზი საფრანგეთი, მეგობრებო. ჰიტლერი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ომის დასრულების შემდგომ საფრანგეთი გახდებოდა აფრიკის ძმა. ოღონდ აფრიკის ძმა რაში იგულისხმებოდა? თუ ადრე საფრანგეთი კოლონიებს ფლობდა მაგალითად აფრიკაში და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, პირიქით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გლობალური ძალები პირიქით საფრანგეთს აქცევდნენ აფრიკულ კოლონიად. ეხა უყურე, ეს ხო თქვა? ეხა განახიათ ფაქტს. რა ხდება საფრანგეთში? თქვენ შეაფასეთ. მე გითხარით, ტყუილები აქ არ არის, ყველაფერი არის ფაქტებზე დაყრდნობით. Quote, Africa's brothel. Manifestation de Saint-Paris. აი. ხოხედავთ. ეს არის მეგობრებო პარიზი. Manifestation de Saint-Paris et Paris. აი, რამდენ თეთრკანიას ხედავთ ამ ვიდეოში? მინდა დაწერეთ, აი მართლა რამდენ თეთრკანიას ხედავთ? ეს არის პარიზი, ან დედაქალაქი საფრანგეთის, სადაც ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ეთნიკური ნიშნით ფრანგი, გახდა ძალიან ბევრი მოროკოელი, ალჟირელი და ჩრდილოეთ აფრიკელი, რომლების თავიდან როგორც ესე ვთქვათ, მონები ისე ჩაყავდათ, ხოლო შემდგომ, როდესაც ემანსიპაცია მოხდა და ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როდესაც მათ უფლებები მიენიჭა და მთელი ეს ბლა 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 ბლა, ისინი გახდნენ ლიბერალური და სოციალური პოლიტიკის იმ ნარატივით, რაც საფრანგეთში მართული deep state დღემდე მაგას აკეთებს, რომ ევროპაში უნდა მოხდეს ჩანაცვლებული საზოგადოების მიღება. ეთნიკურად ფრანგი მარტო ის კი არ იყო, მაგალითად ვინც ლიონში, ტულუზაში, პარიზში თეთრკანიანი ნაციონალიზე დაფუძნებული ეთნოსახელმწიფოს შვილი იყო, არა. ფრანგი უკვე ხდება ფერადკანიანი, ოფიციალურად. ეს არის მეგობრებო გლობალიზაციის მიერ, ჩანერგილი, ასიმილირებული, ესე ვთქვათ, აფრიკული ხალხი, რომლებიც გადაიქცნენ დღევანდელ დროში როგორც ფრანგებად. არანაირი ეთნონაციონალიზმი აქ აღარ დარჩა. იმიტომ რომ დაახლოებით 65% არის გაზრდილი აფრიკელების წილი უკვე საფრანგეთში, რომელიც იზრდება და იზრდება, ისე იზრდება, რომ უკვე არჩევნებზე ახდენენ უკვე გავლენას და ფაქტიურად მემარჯვენე ვერც მოვა საფრანგეთში, ვეღარასდროს. შარშანი იყო, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები იყო და მანდაც კილიან მბაპე გამოვიდა და თქვა, რომ რომელ თქვენ ლეპენს აძლევთ ხომასო მიდით ისო მაკრონს მიეცითო, იმიტომ რომ ბევრი მიგრანტი შემოვაო, თვითონაც კამერუნელია რეალურად. და ბოლო მომდენო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთი მთლიანად გახდება ფერადკანიანი. მთლიანად 80%, იმიტომ რომ ესენი გაცილებით უფრო მეტად მრავლდებიან, გამრავლების ინდექსი აქვს ძალიან მაღალი. და ასევე მინდა გითხრათ, რომ 55% არის გაზრდილი კრიმინალის რიცხვი საფრანგეთში, მას შემდგომ რაც დაიწყო როგორც კონტროლირებადი, ასევე უკონტროლო მიგრაცია და გაიცემა სოციალური პროგრამები, ფაქტიურად სახელმწიფო პენსიებს უხდის ფრანგი ხალხი ჯიბიდან ამ ადამიანებს, რომ სხვადასხვა ჯიშის ნარკომნები
სოციალურად აუცილებელი ეგრეთ წოდებული ავადმყოფები, ანუ აბსოლუტურად ყველა შეიფარონ და ანუ ადამიანს რომელსაც ორი ხელი, ორი ფეხი და ისინი გააჩნიათ, ფაქტიურად ან ფრანგი ხალხი ჩიბიდან უხდია პენსიას. და შემდგომ ეს ადამიანები ჩადიან სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულს. ეს არის საფრანგეთი, რომელიც ერთ-ერთი ახდა, რასაც გიტლერი ამბობდა საფრანგეთზე, რომ ის გახდება აფრიკის ჩვეულებრივი კოლონია. ან თუ ადრე პირიქით იყო, დღეს აბსოლუტურად შემოტრიალდა რეალობა და საფრანგეთი თვითონ არის ესე ვთქვათ ოკუპირებული აფრიკელების მიერ, რადგანაც ეს არის ევროპაში ჩანაცვლების პროგრამა. ძირითადად ბირთვ სახელმწიფოებს საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი დაარტყან მაქსიმალურად, ეს არის Deep State-ის გეგმა, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჩანაცვლება იქ და ადვილად მართვადი ნახირის მიღება, მოდი ესე რომ ვთქვათ, ყველაზე რბილად. აი მოდი უყუროთ და გადავიდეთ შემდგომ. What he said about America was ეხა ამერიკაზე რაც ამბობს, ეს ძალიან საინტერესოა. ეს ძალიან საინტერესოა. ამიტომ კარგად უყურეთ, თუ ვიდეო დალაიქებული არ გქონთ, დალაიქეთ ვიდეო, ეს გახსენებთ უცებ და გავაგზავნეთ. even more shocking ან ამერიკაზე უფრო შოკიაო. as he described the US as a country where Jewish capitalists controlled the media, politics, and the banks. ამერიკა გახდება, საერთოდ ჰიტლერი წერდა ესე, რომ ამერიკა არისო ებრაელების უკანასკნელი თავშესაფარიო და ამერიკაში თვითონ ამერიკული სამყარო და ამერიკული იდეა, ამერიკული ოცნების გაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ შეუძლია გახდეს იქ ყველაზე მაგარი ტიპი. და ეხა ებრაელები არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი ზოგადად. და ამერიკაში როდესაც ჩასახლდნენ იმ დღიდან მოყოლებული დღემდე შეაღწიეს უმაღლეს ეშელონებში, მედია, პოლიტიკა, ეკონომიკა, ბანკები აბსოლუტურად ყველაფერს ფლობენ. ანუ გიტლერი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ამერიკას თავიდან ბოლომდე მართავენ ებრაელები. მოდი რამდენად რეალურია, ფაქტებზე დაყრდნობით, არანაირი თეორია. აჰა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, რომლებიც ფინანსდებიან AIPAC, რომელიც არის ისრაელ-ამერიკული ლობიდან, ხელფასები წერია. ეს არის რაც ჩვენ ვიცით, რაც არ ვიცით. ეს წარმოადგენთა პალატა, რესპუბლიკელები, დემოკრატები, სხვადასხვა მაღალი ეშელონის წარმოადგენლები, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან AIPAC ლობიდან. პირდაპირ, ანუ კი ვინმე ეს თეორია, კონსპირაცია კი არა ხალხო. ანუ ოფიციალური, აი გამოქვეყნებულია, აი ამერიკის სენატორი ალიასკიდან $466,000 იღებს. პრო-ისრაელ ლობი, AIPAC ლობი, ჩემი არ გჯერა ძმა ვაგერ, დაგუგლეთ და თქვენ თვითონ ნახეთ. და ეხა ებრაელები ძალიან ჭკვიანები არიან, იციან ეს ყველაფერი დემოკრატიულად როგორ გააკეთონ. ეს ფენომენალური რამეა. ანუ ეს არ გეგონო თქვენ რაღაც ვინმე ამათ აცალებს რაღაცას, არა. პირდაპირ საკუთარი ნები დაკეთებენ. იმიტომ არის დღეს ამერიკა მხოლოდ ისრაელთან ყველაზე მიკერძოებული. და არა სოფლის სხვა ქვეყნებთან. იმიტომ რომ ამერიკას ისრაელის მიმართ ბოლო 20 წელიწადში გამოყოფილია 230 მილიარდზე მეტი. 230, რომელიც ერთად რო აიღო მთელი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის არ აქვს გაცემული ეს დახმარება. და რანაირად თუ ეს ლობი არზის იქ რეალურად. ფედერალური რეზერვი, წარმოადგენთა პალატა, სენატი, ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაცია, ყველა კომპანია, აი ჩიტან მაგის ხო ერთ-ერთი დაჭდა ყველაფერი, აი რაც თქვი. ხო ყველაფერი ერთ-ერთი. რაც იმ ადამიანმა თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, აბსოლუტური სიზუსტი დაემთხვა დღევანდელ დროს. აბსოლუტური. ანუ ასტროლოგიური სიზუსტიდან. რადგანაც როდესაც შენ გაქვს პოლიტიკური აზროვნების უნარი, შენ კარგად ხვდები რომ ჩანასახში როგორ უნდა განჭრიტო მომავალი როგორ იქნება იმ ფაქტებზე და იმ რეალობაზე და იმ ნარატივზე დაყრდნობით რა ნარატივზეც ქვეყნის დღის წესრიგი დგას. ანუ სისტემა თვითონ და ამერიკული სამყარო თავისუფლებაზეა დაფუძნებული. და თავისუფლებაში უფრო ნიჭიერი, ნაკლებად ნიჭიერს აჯობებს და ებრაელები უფრო ნიჭიერები არიან და ჭკვიანები და შესაბამისად აჯობეს ყველას. ის მერე ყველა პოლიტიკოსი, ყველა აბსოლუტურად ფინანსდება AIPAC ლობიდან. აჰა, ეს არის ფაქტები, ძმაო, რომელიც თქვენ იხილეთ თქვენი იმით. მოდი ახლა რასაც ბრიტანეთიაც უფრო საინტერესო, მოდი ახლა ბრიტანეთს შევეხოთ. თქვენ რა ვარაუდები გაქვთ აი ბრიტანეთზე რა სიტყვა და ჰიტლერი ახლა რა წინასწარმეტყველება ექნებოდა მას, როგორი პროგნოზი მოდი ესე ვთქვათ. More favorable of the English people, but he still concluded that Churchill would ruin Britain and ანუ ბრიტანეთს ვთქვით პატივსცემდაო, მაგრამ ხვდებოდა რომ ჩერჩილი ინგლისო ბრიტანეთს გაანადგურებდაო. და ის პოლიტიკა რაც ლეიბორისტებს და იმ ეგრეთ წოდებულ ბრიტანულ კონსერვატორებს ჰქონდათ.
თორე ბრიტანეთში მე თვითონ გითხავ დღეს არანაირი კონსერვატორობა არ არსებობს. ეს არის ფარატინა ქაღალდი, რომელიც შეუძლია დაიხიოს კაილ სტრამერს და გაიკეთოს უკან. არ არსებობს ესეთი ტერმინი. და მათ შორის ახლა რო შევადაროთ ჩვენ მოდი ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მოდი ეს თქვა და მე კაი საინტერესო თემას ახსნი. They were once a great nation that ერთ დროს იყო დიდი ქვეყანა, თავიანთი კოლონიებით. had now fallen. და ეხლა დაეცალა ბრიტანეთი. ესაა თქვენი ბრიტანეთი ძმაო. ეს არის დიდი ბრიტანეთის ყოველდღიურობა. ყოველდღიურობა, სადაც შედიან, ესე ვთქვათ, ნავებით, მიგრანტები, გიბრალტარის და იმის სრუტეს რო ყვეთავენ, ეს ცნობილი ამბავია, ყოველდღიურად 20,000-დან, მოდი 5,000-დან 10,000 ადამიანამდე შედის მთელ ბრიტანეთში. აპუასები. ეხლა თქვენ ხო არ გონიათ ამაში რომელიმე ექიმია, რომელიმე პროფესორი, რომელიმე წამყვანი რაღაც, ხო? არა, ესენი არიან ჩვეულებრივი, ანუ ვანდალები, ანუ ჩვეულებრივი ბარბაროსები არიან. ბრიტანეთი სრულიად ოკუპირებულია უკვე აფრიკელების მიერ, სრულიად. ცალკე პაკისტანელები ლონდონში, ცალკე ლონდონის სამხრეთით, ასევე მუსლიმები და ცენტრი და სამხრეთი. და თავიდან ბოლომდე, ნუ იდეოლებზე აღარ მაქვს ახლა საუბარი და იმაზე, ნუ თავიდან ბოლომდე არის ამ ხელში დღეს უკვე ბრიტანელი პოლიცია ცემს ადგილობრივ ინგლისელს, მაგრამ არ ეხება ჩამოსულ მიგრანტს. რადგან ეს არის ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც იმართება მორგანების მიერ, რომელიც იმართება დღევანდელი ბრიტანეთში მყოფი Deep State-ის მიერ, ხალხო დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით. რასაც მე ვლაპარაკობ, ხო, ნენელა ყველაფერი ხდება. ხო და მაგას გეუბნებით, რომ აი ეს პოლიტიკა დღეს რაც არც ის არ არის, რა ქვია, ესე ვთქვათ, კონსერვატორული და საერთოდ ეს ბრიტანული კონსერვატორობა მე საერთოდ არ მესმის ეგ ტერმინი. და რატო არ მესმის ახლა უყურეთ. ყველაზე ნათელი და კარგი შედარება არის, როდესაც ის იყო, რა ქვია, ჰიტლერი, როდესაც აპირებდა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას, სანამ ეს მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, მანამდე იყო ესეთი ნაწილი, სუდეტის ოლქი, რომელიც იყო გერმანულენოვანი დასახლება. ჩეხეთის დასავლეთით იყო ეს, სამხრეთ დასავლეთით იყო ეს მიწები და იმისათვის რომ ამ მიწებზე ქონა პრეტენზია და თა რეპარაციებს იხდიდა, ესეთი რამე მოიფიქრა ჰიტლერმა, რომ დაუძახა ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლინს, უთხრა რომ ჩამოდი შენ ბერლინში, გავმართოთ მოლაპარაკებები, შენ ხელს მოაწერ იმაზე რომ გერმანიამ უნდა შეიერთოს საკუთარი ისტორიული მიწები, ელზასი, ლოტარინგია და ასევე იყო სუდეტის ოლქი და ამით ევროპაში მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, იმიტომ რომ მე თუ დავიბრუნებო ჩემ მიწებსო, კი ბატონო, ხო, ყველაფერი გავსწორდებითო. თან არ დაგავიწყდეთ რომ გერმანია რეპარაციებს იხდის, აგერე ერთა ლიგა. ეგაურე ბრიტანული კონსერვატიზმი როგორ მარცხდება ნაციონალ-სოციალისტთან. ეს უნდა კარგად გავიაზროთ. ჩემბერლინი იმიტომ კი არ ჩამოიყვანა ჰიტლერმა ბერლინში, რომ ამ მშვიდობაზე ხელი მოეწერა, არა. ეს გაუკეთა მას იმიტომ, რომ დაემცირებინა მსოფლიო დიპლომატიურ ელიტაში ბრიტანული პოლიტიკა და ბრიტანული იდეოლოგია თავიდან ბოლომდე. რომ რამდენად მყიფე, რამდენად უსუსური და რამდენად ფარატინა იყო თავიდან ბოლომდე ეს ბრიტანული კონსერვატიზმი, რადგან ჩემბერლინი ჩაყავს ხელს აწერს იმაზე, რომ ჰიტლერი შეიერთებს სუდეტის ოლქს, ელზასი და ლოტარინგია, მე შემდგომში უკვე საფრანგეთის მიწები იყო ეს. პერსონალში რას აკეთებს ჰიტლერი? არა თუ სუდეტის ოლქს იერთებს, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას აკეთებს. და ამაზე რომ ჩავიდა მე ჩემბერლინი ბრიტანეთის მიმართმა, რა ქვია, ლორდთა პალატამ გააკრიტიკა, რომ შე რეალურად გამოგიყენეს და იმიტომ ჩაგიყვანეს იქ, რომ დაემცირებინე რეალურად და იმიტომაც გადადგა მე. ამიტომ ნახეთ რისი შედარება მინდა საერთოდ მემარჯვენეობაში. მე უფრო იმიტომ ვიხრები ნაციონალიზმისკენ, კლასიკური გაგებით, ეხა ვიღაცამ არ გაიგოს, ეხა ეს ყველაფერი ფაშიზმა და იმ ნაციონალიზმისკენ, რატო ვიხრები ვიდრე კონსერვატორობისკენ. ნახეთ, ნაციონალიზმი უფრო მეტად წევს მასკულანურ პოლიტიკურ პარადიგმებს და უფრო მეტად ხისტია მისი პოლიტიკა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო. ხოლო კონსერვატორობა ძირითადად მოაზრებულია იმაში, რომ ახდენ შენი ან პოლიტიკური იდეოლოგიას, რა ნარატივით შენ გაქვს, კი ბატონო, ის ემსახურება შენს იმას, რა ქვია, სახელმწიფოს, შენ ტრადიციას, შენი კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს execution საკითხი, ან აღსრულება, რომელს უკეთესი აქვს. ნახე, კონსერვატორობა გეუბნება, რომ ტრადიცია უნდა შეინარჩუნო. ხო, რასაც ვეთანხმებით სულ ყველა აბსოლუტურად, უნდა შეინარჩუნო შენი ფასეულობები, ღირებულებები. ხოლო აქ კითხვა ისმება, როგორ ვინარჩუნებ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ერთია რომ მე მინდა რაღაც გავაკეთო, ხო, აი კლასიკური ცენტრისტული მემარჯვენეობა, ან თუნდაც ოდნავ მემარჯვენე, უფრო კიდე მემარჯვენეობა, ხო? ნაციონალიზმი გეუბნება, რომ აქ ხისტი ფორმებია საჭირო.
ხო? აი მაგალითად ეხლა სანამ გერმანია უშუალოდ გახდებოდა ნაციონალ-სოციალისტური და ფაშისტური სახელმწიფო ჩამოყალიბდებოდა, ჩვენ შეგვიძლია გავიაზროთ, რომ 33-დან 36 წლამდე არსებული ჰიტლერის რეჟიმი უფრო მეტად იყო, ესე ვთქვათ, ცენტრისტული მემარჯვენე, ამ შემთხვევაში, ანუ უფრო ნაციონალისტური, ვიდრე ნაციონალ-სოციალისტური. იმიტომ რომ მე უფრო რადიკალურ ფორმებს იღებს და რატო იღებს ამასაც ორი სიტყვით ავხსნი. იმიტომ რომ ზოგადად ეხლა მადა ჭამაში მოდის და ბუნებრივია ეხლა შენ როდესაც უფრო მათ ტანკებს უშვებ, უფრო მეტ არტილერიას უშვებ და რაღაცა პრეტენზიები გიჩნდება რომ შენც უფრო აღმატებული ხარ და თან უფრო მეტი მიწები გინდა, ხო? მაგრამ ნაციონალიზმი ამ გაგებით რომ აი ჰიტლერის მოსვლის პირველ დროს გერმანიაში მაგალითად არსებობდა კომერციული ბანკები. ხო ეს როთშილდების მიერ იყო ოკუპირებული, ამაზე ვიდეო მაქვს შეწარული, ვისაც ნანახი არ გაქვთ, გადადით და რამოდენიმე 1-2 თვის წინ მაგ აკეთებული, როთშილდები როგორ მოახდინეს ამ სხვადასხვა ჰიტლერს უწარი ესეთი რამე რომ ჩვენი რეიხის გეგმებში ომია საერთოდ არ შედიოდა, ეს იყო თვითონ როთშილდების მიერ მოხვეული თავზე, იმიტომ რომ როთშილდების ბანკები დაკეტა, როდესაც ავსტრიის ანშლუსი მოაწყო ჰიტლერმა და ბუნებრივია რა ხდება ეხა უყურეთ. ბანკები, რომლებიც სულ ზღაფავდა მაშინდელი გერმანელი მოსახლეობა, იმდენად დიდი პროცენტები ჰქონდა, რომ გერმანია მოახდინა ყველა ამ ბანკების ნაციონალიზირება. ხო? და გერმანელმა ხალხმა ამოისუნთქა ამით. ანუ იმ ხალხზე, ვინებსაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ აიყვნენ მონსტრები, ხო? საკუთარ ხალხს იმდენი რამე გაუკეთეს, რაც გერმანიის ისტორიაში არავის არ გაუკეთებია დღეს. ანუ არავის ისტორიის ფაქტობრივი მტკიცებულებაა ეს, ანუ ეს არ არის თეორია. ხო, ნუ მესმის ჰოლოკოსტის საშინელება იყო, მესმის რომ ეთნიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა დახოცო, მესმის, მაგრამ ჩვენ ხო ყველაფერი ერთ პრიზმაში არ უნდა გავიტანოთ, არა? ანუ აქედან გამომდინარე, ნახეთ საინტერესო თემა რა არის აქ, რომ პირველი 33-დან 36 წლამდე რა გალითად ის ნაციონალიზირებაც მოხდინეს ბანკების, ხო, რომ გერმანელი ხალხმა ამოისუნთქა, გერმანული ცხოვრების დონე წინ წავიდა, სამხედრო ინდუსტრია განვითარდა, სამხედრო მრეწველობა განვითარდა, მედიცინა განვითარდა, Porsche გამოვიდა, BMW გამოვიდა, Mercedes-ი გამოვიდა, ხო? ანუ ეს გერმანული სამყარო შეცვალა ამან. გერმანული ყოველდღიურობა, შენ შეადარე როგორ ცხოვრობდა 36 წელს გერმანელი და შენ შეადარე როგორ ცხოვრობდა კომუნისტი მაშინ, ან ამერიკელი სასაცილოდ არ გეყოფად იმდენად წინ იყო გერმანელის როგორც ხელფასი, როგორც ცხოვრების დონე, როგორც GDP და აბსოლუტურად ყველაფერი. ეს ვისი დამსახურება, ხო? ეს დამსახურება იმის, რომ აღსრულება ქონა ნაციონალიზმს უკეთესი ვიდრე კონსერვატორობას, გაიგეთ? მაგიტომ აი კონსერვატორობაში კიდე შეიძლება აღმოცენდეს ის პარაზიტები იმ გაგებით, რომ მაგალითად შენი ნაკლები კონტროლიდან გამომდინარე შენ სახელმწიფოში წარმოგოშას ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაცია, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარაზიტები, შემოუშვა ბანკები უცხო ქვეყანაში, ანუ მეტად კონსერვატორული იდეოლოგია უფრო მოწყვლადია მაგასთან მიმართებაში, გაიგეთ, იმიტომ რომ აღსრულების მექანიზმი ბევრი მაინც დემოკრატიული აქვს. და როდესაც დემოკრატია ფიგურირებს სადმე, დაემშვიდობთ თქვენ უფრო მეტად სოციალისტურ სახელმწიფოს, მიიღებთ უფრო მეტად კაპიტალისტურს. თორე ეხლა რო აიღო მაგალითად ბრიტანეთის კონსერვატორულია, ბრიტანეთის კონსერვატორულია ოფიციალი რო შეხედო, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? ბრიტანეთში არის უკონტროლო მიგრაცია, კრიმინალის არანორმალური ზრდა, ისლამიზაცია, ანუ ვერ ერევა ბრიტანული, ესე ვთქვათ, თუნდაც ნაციონალური, ესე ვთქვათ, შეხედულებები აი ამ გლობალიზაციის იმას რა ქვია წარღონას, რომელიც მიმდგარია მის სანაპიროებზე და წალეკა მთლიანად ბრიტანული საზოგადოება და გერმანელი შუაში ინგლისელი აღარ დატოვა ქვეყანაში. და ამიტომ ნაციონალიზმი აქ აღსრულების სხვა მექანიზმი გაიგე, ანუ უფრო ხისტი, უფრო მეტად ტოტალიტარული, უფრო მეტად დიქტატორული და ეხა პრინციპულად რო გავყვეთ ამ ყველაფერს, ხა დემოკრატია რა ნაგავია, ხა ხო? და დემოკრატიის ფუნდამენტი მთავარი რატომაც არის ის ნაგავი, არის ის რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ტოლო და გაუნათლებელი, რომელიც მონაწილეობს ხელისუფლების, ანუ სახელმწიფო მმართველობაში. და დემოკრატიული იდეა თუ მაგალითად პლატონისეული და ძველი ბერძნული და სოკრატისეული დემოკრატიებს და მაგებს ჩვენ ავიღებთ და ისინი როგორ უყურებდნენ ხა ამ ყველაფერს, იმ დასკვნას გამოვიტანთ, რომ საბოლოო ჯამში ის სოკრატე ამბობდა, რომ სირაკუზის დიქტატურა მირჩევნია და სირაკუზის ავტორიტარიზმი ვიდრე აგერ ათენის დემოკრატია, იმიტომ რომ სულელი ხალხი როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, გინდ მაგას მიუღია, გინდ კიდე იმბეცილ ტირანს მიუღია, ანუ ორივე შემთხვევაში განსხვავება მან ფუნდამენტი ის არის, რომ როდესაც მოაზროვნეა ლიდერი და ის არის დიქტატი და მას უჭირავს მთელი ძალაუფლება ხელში, უფრო მეტად ვითარდება და სხვადასხვა ცივილიზაციაში ამას ეთყობა, ხო? აი რა ეთყობა ძირითადად, რომ იულიუს კეისარი
ეს არ ქვია ავგუსტუსი, ნაპოლეონ ბონაპარტე, აი თუნდაც რო ავიღოთ ნებისმიერი ტოტალიტარები ისტორიაში ვინებიც ყოფილან, მაგ დროს უფრო განვითარდა და დიდი, ესე ვთქვათ, ნაბიჯები წავიდა ცივილიზაცია წინ, ვიდრე დემოკრატიულ პირობებში. მათ შორის რაში ხო? ავიღოთ რენესანსი, ავიღოთ მაგალითად სხვადასხვა ისტორიული პერიოდები, სადაც ადამიანის როლი არის გაზრდილი, სადაც შეგაქვს მოცემული, ესე ვთქვათ, აი როგორც სტალინს გქონდა ბელადის სიმბოლო, როდესაც არსებობს ცენტრალიზირებული ფიგურა, ვის შეიძლება გავდე, როდესაც ლიდერი არის მაგარი, ყველას უნდა რომ მაგარი იყოს. ხა დავით აღმაშენებელი მაგალითად იყო საამაყო ფიგურა, დღეს კი არა ქართველებისთვის, აი მაშინდელ ქართველებისთვის, იმიტომ რომ ეხა წმინდა წყლის, ანუ ხისტი პოლიტიკური პრიზმით რო შევაფასო, დავით აღმაშენებელი იყო დიქტატორი. ერთ-ერთი უდიდესი მეფე, უდიდესი ქრისტიანი, უდიდესი, რავი, ეგეთი დიდი რო არავინ არ ყოლია საქართველოს და ეს მავანი და ეს ავადმყოფები და ეს ფსიქიკურად შერყეული ლიბერალები რო გამოდიან და ხან რასტენია დავით აღმაშენებელს ხარას, ხო, თუნდაც საქართველოს ისტორია ავიღოთ. როდის იყო საქართველო ყველაზე მაგარი? დემოკრატიის პირობებში? ლიბერალიზმის პირობებში? კონსერვატორობის პირობებში არა, იმენა დიქტატურა როდესაც იყო, იმენა ტოტალიტარიზმი როდესაც იყო, როდესაც მართავდა მეფე, როდესაც იყო მონარქია. ანუ უფრო მეტად ნაციონალისტური როდესაც იყო, თორე კლასიკური გაგების მონარქია უფრო მეტად ახლოს დგას ნაციონალიზმთან, ვიდრე კლასიკური გაგების მონარქია და კლასიკური გაგების კონსერვატიზმი. აი ეს არის ძალიან დიდი განსხვავება, მეგობრებო. ნახეთ, ორგანული საზოგადოებაში როდესაც ყავს ქართველები, რომლებიც ჩვენ იდენტობით, ანუ ჩვენ უფრო ჩვენ რასას, კავკასიურს, ჩვენ ეთნიკურ ნიშანს ქართველობას, ხო? ჩვენთან თან მით უმეტეს ემოციური ხალხი რო ვართ. კონსერვატორობა ვერ მუშაობს იმ მექანიზმით აღსრულებაში, რომც, იმიტომ რომ კონსერვატორობის ყველა პრინციპს მე ვიზიარებ ახლა, ხო? რომელი გინდა, ისა რა ქვია, ერი როგორც ორგანული საზოგადოება, იერარქია, საკუთრების უფლებას ასევე კონსერვატორები და რა თქმა უნდა ვაღიარებთ. სარწმუნოება, რომელსაც ასევე, ანუ ყველაფერს ვაღიარებთ გარდა იმისა, რომ აღსრულებაში ნაციონალიზმი უკეთესად მუშაობს და ტოტალიტარიზმი, ვიდრე მაგალითად კლასიკური გაგების კონსერვატორობიდან წარმოქმნილი თუნდაც სოციალ-დემოკრატია. ანუ ეს არის ცალსახა, მეგობრებო, აი ამის თქვა მინდოდა და ეს მსჯელობა მინდოდა თქვენში. მე წარმოვეჩინა, რომ საბოლოო ჯამში ისტორია მაჩვენა ერთი რამე, რომ ერთი კაცის მიერ მართული ქვეყნები არის გაცილებით გამართული, გაცილებით ძლიერი და გაცილებით შეკრული ვიდრე დემოკრატიის პირობებში. და დემოკრატიის პირობებში ძალიან ბევრი იმბეცილია ქვეყანაში, ძალიან ბევრი იმბეცილია, აი როგორც ხა საქართველოში. აი ქუჩაში გასულ შიგევროპელებს რო ხედავ, აი სახეს ვიღებ გიჟუს გავარ მართლა, რომ მაგათ მე ვუსმენ რეალურად. ეს საშინელებაა, მეგობრებო. ეს არის სწორედ იმ სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ NGO-ების ბრალი, რითიც ტვინს ურეცხავდნენ ახალგაზრდებს. წლობის განმავლობაში თქვენ არ იცით ეს რა სარეველა, რომელიც შემცრობიერებაში იზრდება, რომელსაც ზულს რელიგია, რომელსაც ზულს სახელმწიფო, რომელსაც ზულს ოჯახური ინსტიტუტი, რომელსაც ზულს ყველაფერი ნორმალურია სამყაროში. ანუ ეს არის რეალურად მოტივი. ამიტომ აი ეს გიტლერის წინასწარმეტყველება სწორედ ამას ეხება რეალურად. აი ესეთი ევროპა მივიღეთ, ესეთი სამყარო მივიღეთ. ანუ თუნდაც გიტლერი მონსტრი იყო, მონსტრამაც შეიძლება თქვას ეს სიმართლე, გაიგე და ჩვენ არ უნდა ვიყოთ შიშრები. ანუ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ვიღაც ადამიანების, მაგალითად იმას მე ვერ მოусმენ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხო ესეთია, ყველა ადამიანის შეფასება სხვადასხვა პრიზმიდან უნდა შეძლოთ. არ უნდა იყოთ ბლოკირებული ხიდებით ტვინი არ უნდა გქონდეთ იმ გაგებით რომ მაგალითად რახან ჰიტლერმა მოაწყო ეს დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ის ყველაფერში ცუდია. ხალხო, ეგრე ნუფიქრობთ. ყველა ადამიანზე სხვადასხვა პრიზმიდან შეაფასეთ. რომ კრიტიკული უნარი ჩამოგიყალიბეთ, თორე იქნებით კომუნისტი ლიბერალები მართლა. და საერთოდ გარჩევას ვეღარ შეძლებთ. ჩაიკეტებით ბაბლებში და უბრალოდ იმ ბაბლებიდან გაღწევას ვერ შეძლებთ ვერასდროს. ვიწრო ცნობიერის ადამიანი იჩაგრება მერე, ჩვენაირს რო ხდება ცხოვრებაში და სიტყვაზე ვერ გადააბავს მერე ისინი იჩაგრებიან, იმიტომ რომ შიშები აქვს განვითარებული. ლიბერალები პირდაპირ ეგენი არიან, პირდაპირ კომუნისტები, პირდაპირ ტროცკისტები არიან ლიბერალები. ხო, ცოტა გადავედით, ცოტა სხვა რაღაცებზე ვიმშელეთ, მაგრამ მეგონი საინტერესო იყო, მე მინდოდა ამ ვიდეოთი რომ დაგენახათ სიმართლე ზოგადად რა ხდება, როგორ მონაწილეობს Deep State-ი სხვადასხვა თავისი ანგლო-საქსური გავლენებით სხვადასხვა სახელმწიფოების ტვინის გამორეცხოს როგორ ახდენს მის ნაციონალურ და ესე ვთქვათ გენოფონდის შანაცვლებას თავიდან ბოლომდე და როგორ მიმართულია ეს ყველაფერი ლიბერალიზმისა და სიკეთის სახელით. გეუნებით დამიჯერეთ. სიკეთის სახელით დაგელაპარაკება და ანტიქრისტე. სიკეთის სახელით. არ დაგოიმდეთ. ეს ანტიქრისტესეული პოლიტიკა, რაც დღეს ევროპაში მიდის და თქვენ სოფლიოში მე რასაც უყურებ, რომ ის არის რომ სიკეთის, დემოკრატიის და ჩახუტების ენით დაგელაპარაკებათ
ანტიქრისტე და არა რაღაც გამოგონილი სხვა იმე რეალიებითა და რეალობებითა და არავის რქები არ ექნება მეგობრებო დამიჯა ეს სიკეთის აი შარავანდედი დაგიჯდება ანტიქრისტე და გეტყვის რომ მიიღე ბეჭედი ან შუბლზე ან ხელის მარჯვენა ხელზე ასე რომ გამოფხიზლდით ხალხო რომ ყველაფერს სწორად შევაფასოთ ყველაფერს სწორად გავაანალიზოთ ესეთ ვიდეოებს მე ჩემ პოლიტიკური რეაქციებისა და სხვადასხვა სოციალური თემატიკის გარდა რომელსაც მე არაერთი უნდა განვიხილო მაგალითად დემოგრაფიული პრობლემები უფრო ხრამად მიგრაციული პრობლემები უფრო ხრამად ქალსა და კაცს შორის არსებული ურთიერთობები უფრო ხრამად იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიური ნარატივები და რაზედაც ჩემი არხი დგას ხო პოლიტიკა სოციალური თემები და ფილოსოფია და ეს ანუ სოციოლოგია თავინაბოლომდე მე იმიტომ საუბრობ ამ თემაზე რომ ეს ჩვენ ცნობიერება განვივითაროთ, რომ ჩანსაღად შევხედოთ რაღაცებს, რომ კრიტიკული უნარი გქონდეს, რომ კრიტიკულ უნარს როგორც კი დაკარგავ, აი იქ დაგერხა ადამიანს. იქ აღარაფერი ხარ უკვე. შენ იგი მომენტში ხარ ჩაულებრივი ლიბერალური ბაბლის წევრი, რომელიც სამყაროს მხოლოდ ერთი ფერებით ხედავს. და მისთვის ყველაფერი განსხვავებული არის მიუღებელი. იმიტომ რომ გენერი კომუნისტი ტროცკისტები რეალურად. მე არ მინდა რომ ჩემი გამომწერები ეგეთები იყოთ, მე მინდა რომ კრიტიკულად შევაფასოთ როგორც მეც, ასევე ყველაფერი ამ სამყაროში რასაც იმსახურებს. და კრიტიკის გარეშე ჩვენ ვერ ვნახავთ განვითარებას. მოკლედ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ თქვენი ვარაუდები როგორი იყო, რას ფიქრობდით ამასთან დაკავშირებით და დამელოდეთ რამოდენიმე დღეში, მე ხო იცით ყოველ მესამე დღეს მე ჩემი ნება რომ იყოს ყოველ დღეს უბრალოდ არა ესთეტიკური იქნებოდა ყოველ დღე რო ვიდეო დამედო, მაგრამ ყოველ მესამე დღეს საინტერესოა, იმიტომ რომ თემები იმდენი უკვე განსახილველი და იმდენი გვაქვს გადაღებული, რომ ჩვენ არ ამგვერევა სასაუბრო არასდროს. დროებით.